მოვიყვებით კომპლექსზე თბილისი ჰილსი, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს. 331 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე გაშლილი სივრცე მისი მობინადრეებისა და სტუმრებისათვის რიგი შესაძლებლობების არეალს ქმნის, მათთვის სერვისების მრავალფეროვნებისა და ასევე მაღალი ხარისხის კომფორტის შეთავაზებით. თბილისის ეს მასშტაბური კომპლექსი 5000 საცხოვრებელ ერთეულს, ევროპული სტანდარტების რესტორანს, ბუნებაში განთავსებულ პარკს და საქართველოს ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედანს აერთიანებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის პროექტი მუდმივ განვითარებაშია და გეგმებიც არანაკლებ ამბიციური აქვს. ამისთვის საქმე ინდილოს სტუდიაში მაია შანშიაშვილი, თბილისი ჰილსის კომერციული დირექტორი. მოვიწვიეთ და მასთან ერთად ვაგრძელებთ უკვე საუბარს. დილამშვიდობისა მაია. მადლობა მოგზაურობისთვის, დილამშვიდობისა. მადლობა მოწვევისთვის. როგორ მიდის საქმეები, ხო კარგად ყველაფერი? კარგად დაიწყო წელიწადი. კი, წელიწადი ნამდვილად კარგად დაიწყო, სირთულეების მიუხედავად, კარგად დავხურეთ წინა წელი და პოზიტიურად დავიწყეთ. უსაფრთხოების ნაწილით რომ დავიწყოთ. მაია, ჩვენ ადრე გვქონდა ინტერვიუ და სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული ის უსაფრთხოება, რასაც თბილისი ჰილსი იცავს მობინადრეებისთვის. დღეს ეს უსაფრთხოება როგორ არის დაცული და რამდენად არის უზრუნველყოფილი აი გარეპირების ვიზიტი თბილისი ჰილსის 331 ჰექტარ მიწაზე და ტერიტორიაზე. ტერიტორია მართლა ძალიან დიდი არის, 331 ჰექტარი და შეიძლება წარმოუდგენელი და რთული იყოს ამ ტერიტორიის გაკონტროლება, თუმცა უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის. ტერიტორიაზე არის ორი შესასვლელი, რომელზეც დამონტაჟებული არის შლაგბაუმები. ტერიტორიაზე განთავსებულია 200-მდე ვიდეო კამერა, პატრულირებს 24 საათის განმავლობაში ჩვენი დაცვის თანამშრომლები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენივე დაცვის სამსახური და ჩვენივე დაცვის სამსახური ახორციელებს ამ სამუშაოებს ტერიტორიაზე. ანუ მთლიანად ტერიტორია კონტროლდება ვიდეოკამერებით, ცოცხალი დაცვით. ყოველი მანქანის შესვლა-გამოსვლა ფიქსირდება შლაგბაუმის მეშვეობით და კამერების მეშვეობით. ჩვენი რეზიდენტები, მაცხოვრებლები, რა თქმა უნდა, პრიორიტეტში არიან, ავტომატურად შედიან, გამოდიან, ხოლო თქვათ ვიზიტორი, რომელმაც შეიძლება თქვათ გოლფის სათამაშოდ მოვიდეს ჩვენთან ტერიტორიაზე ან რესტორანში, რა თქმა უნდა, მისი შემოსვლაც და გასვლაც ტერიტორიიდან ფიქსირდება. მაია, თქვენი მოკითხვის შემდეგ მინდა კიდევ ერთხელ თავად პროექტის შესახებ მოვუყვეთ მაყურებელს, ანუ თან რა ინფრასტრუქტურას წარმოადგენს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ რაღაცები დარწმუნებული ვარ დაემატა თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ და თავად პროექტის თუ შეიძლება აი ეგრეთ წოდებულ არ მეყვარს ეს კონკურენტული უპირატესობა თუ მოკლედ ის რაც გამოარჩევს თბილისი ჰილს სხვა პროექტებისგან. კი. არ ვიღლები ამაზე საუბრით და მე 7 წელია მხოლოდ ამაზე ვსაუბრობ. ტერიტორია ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა და ღირებულება ეს არის ჩვენი სიმწვანე, გარემოზე ზრუნვა, ასევე ჩვენი არქიტექტურული სტილი. ტერიტორია უშველებელია, როგორც ვთქვი და ძალიან რთული არის, თქვათ, დაიცვა ერთიანი სტილი და არქიტექტურული ერთიანი სტილი არის ასევე ჩვენი ძლიერი მხარე, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ტერიტორიას გამოარჩევს გოლფის მოედნები, რომელიც უნიკალურია და ერთადერთი არის საქართველოში პროფესიონალური გოლფის მოედნები, რაც გულისხმობს 18 ფოსოს. ძალიან ვამაყობთ იმითი, რომ როდესაც თქვათ ჩაუშვით ეს პროექტი, არც ერთი ქართველი გოლფერი არ არსებობდა და დღეს უკვე საკმაოდ ბევრნი არიან. ჩვენი 60 ჰექტარს მოიცავს მთელი გოლფის ტერიტორია, დანარჩენი ტერიტორია არის განკუთვნილი რეზიდენციებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის და არ შემიძლია არ დავამატო ის, რომ მთლიანი ამ უზარმაზარი ტერიტორიის მხოლოდ 10% იქნება განაშენიანებული და დარჩენილი 90% ეს იქნება რეკრეაციული ზონა, პარკები, მოსასვენებელი სივრცეები და ასე შემდეგ. რაც გულისხმობს განაშენიანებას, ეს არის მხოლოდ 10% და ამითი სამწუხაროდ გამოვირჩევით და ნამდვილად მინდა რომ ამ კუთხით გვყავდეს კონკურენტები და ვთქვათ ვიღაცას მთლიანი ტერიტორიის ვთქვათ როცა განაშენიანების 10% არის სიმწვანე და პირიქით 10% არის ვთქვათ შენობა საცხოვრებელი და შენობები და კომერციული ფართები და 90%-ია სიმწვანე. კი. აი ეს 10%
ამხელა ვებერთელა ტერიტორიაზე კონკრეტულად რა ტიპის საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისგან შედგება? ჩვენ ძირითად პროდუქტს წარმოადგენს კერძო სახლები, ვილები და ესეც დავიწყეთ, რომ უნდა გქონოდა ვილები. შემდეგ მოთხოვნიდან გამომდინარე და ეს მოთხოვნაც იყო ძალიან სპეციფიური ჩვენი გოლფერების მხრიდან და ექსპატების მხრიდან, იმიტომ რომ გოლფს ძირითადად მაინც უცხოელები თამაშობენ და იყო მოთხოვნა, რომ თქვათ მათ ქონოდათ ბინები, მაინც ექსპატისთვის, უცხოელისთვის ცოტა რთული მოსავლელი არის ეს კერძო სახლი. კერძო სახლები ძირითადად ჩვენი სტატისტიკით მაინც ქართველებზე არის გათვლილი, რითიც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია, ხოლო აპარტამენტები მაინც უცხოელებისთვის, იმიტომ რომ უცხოელისთვის ალბათ უფრო მარტივი არის თქვათ აპარტამენტის შენახვა, ესე ვთქვათ, ვიდრე თქვათ კერძო დიდი სახლის. ჩაუშვით აპარტამენტები, ვერ დავარქმევ ამას კორპუსს, რადგან არის სულ 3 და 4 სართულიანი. 2 სამსართულიანი შენობა ავაშენეთ, 25 ბინა არის თითოში და უკვე სრულად არის აშენებული, გაყიდული და შესახლებული, ცხოვრობს უკვე ყველა ბინაში მაცხოვრებელი და ეხლა ჩაუშვით ახალი აპარტამენტების შენებლობა. შენობებს რაც შეეხება თვითონ თქვათ აპარტამენტების და ვილების შენობებს, ეს არის კონცეპტუალური თანამედროვე მოდერნიზირებული შენობები. რაც ძალიან ლამაზი არის, აპარტამენტები არის განსხვავებული, ჩვენ ინოვატორები ვართ რაღაც ახალი პროდუქტების და ინოვაცია არის აპარტამენტები გვაქვს რამდენიმე, სადაც არის განთავსებული აუზი. ტერასი გვაქვს რამდენიმე ბინა, რომელსაც საკუთარ ბინა კი, საკუთარ ტერასაზე აქვს აუზი. ეს ბინები არის პირველ სართულზე და მეორე ძალიან ესეთი ექსკლუზიური პენტჰაუსები გვაქვს, რომლიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი გოლფის მოედნებზე, ქალაქზე, შავნაბადოს მონასტერზე და ძალიან ესეთი კარგი. მაია, როდესაც ვსაუბრობთ გოლფის მოედნებზე, მათ შორის და ასევე რეკრეაციულ ზონაზე, რასაც აერთიანებს თბილისი ჰილსი, პოტენციური ყიდულებისთვისაც და მობინადრეებისთვის მნიშვნელოვანია ამ რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება, სიმწვანის და შესაბამისად საინტერესო არის ვინ ზრუნავს თბილისი ჰილსის ეკოლოგიაზე და აი ამ გარემოს შენარჩუნებაზე. ასევე უსაფრთხოების გუნდთან ერთად ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი გუნდი აი ამ რეკრეაციული ზონის მოვლაპატრონობის. ჩვენ ვეძახით მათ ესე გადმოყვა green keeper-ები, green keepers, რომ ვინც უვლიან ამ სიმწვანეს. თავიდან რა თქმა უნდა საქართველოშიც გაგვიჭირდა ამ ხალხის ნახვა, ვინც თქვათ მოედნებს მოუვლიდა. ყავდა ევროპიდან ჩამოყვანილი ძალიან არაერთი სპეციალისტი, რომელმაც გადაამზადა უკვე საქართველოში კადრები და დღეს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ჩვენს გოლფის მოედნებს ამ 60 ჰექტარს, რაც მოითხოვს ძალიან ისეთ მოვლაპატრონებას ზაფხულში, დღეში 3ჯერ იკრიჭება ეს ბალახი და საირიგაციო მიწისქვეშა სისტემით ირწყვება, იმიტომ რომ ყოველ მილიმეტრს აქვს მნიშვნელობა და თითქმის ყველა ადამიანი 10-დან 10 ადამიანი გვეკითხება, რომ ეს ბალახი ხელოვნურია თუ ნამდვილი არის. ზოგჯერ მეც რო ვუყურებ, მეც მეპარება ხოლმე ეჭვი, იმდენად იდეალური ფორმის და ფერის არის. შემდეგ უკვე გაჩნდა მოთხოვნა თვითონ ჩვენი მაცხოვრებლებისგან, ვინც ვილები აიშენეს, ყველას ჰქონდა ერთი მოთხოვნა, რომ გვინდა ეზოში ისეთი ბალახი, როგორიც გაქვთ გოლფის მოედნებზე. დავიწყეთ უკვე მომსახურება ჩვენი რეზიდენტების და ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისის, დენდროლოგიას, ლანდშაფტის დიზაინს, ამ ყველაფრის მოვლაპატრონობას და ასე შემდეგ. ანუ გუნდი შეიკრა. კი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი აქტივობებიც გექნებათ მობინადრეებისთვის. საზოგადოებრივი აქტივობები გვაქვს და ძალიან საინტერესო და სახალისო არის. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ავტომატურად წარმოადგენენ ჩვენი რეზიდენტები, იმიტომ რომ ეს ხალხი არიან ჩვენი ბრენდის ამბასადორები და ეს ხალხი წარმოგვადგენენ ჩვენ და ერთად ვქმნით ჩვენს პროექტს და ერთად ვყიდით. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ერთმანეთში კომუნიცირებდნენ და იყოს, ესე ვთქვათ, ეს gate community იყოს ძალიან ესეთი პოზიტიური, შეკრული და რა თქმა უნდა, ახალი წელიერი თუ სხვა რაიმე ღონისძიება ყოველთვის რაღაც ვაწყობთ ტერიტორიაზე რაღაც ღონისძიებებს და ძალიან სასიამოვნო და სახალისო არის. მაია, წეგან პროექტის აღწერილობისას ორ კითხვას გავაერთიანებ, ერთი მიმდინარეობს და მეორე უფრო ფართო თვალსაზრისით. მახსოვს თქვენი გუნდის წევრების წინა ინტერვიუებიდან ენერგოეფექტურობაზე მშენებლობის პროცესში კეთდებოდა ესეთი ხაზგასმა, რაც იდეაში ნაწილია. თქვენი ბრენდის DNM-ისაც და კონცეფციისაც 1090-ზე იგულისხმება
კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ საუბრობ 10%-ზე აქ საუბარია არა მწვანე განაშენიანებაზე, არამედ თვითონ შენობებზე. დანარჩენი 90% არის მთლიანად სიმწვანე და რეკრეაციული ზონა. ჩემი კითხვაა ენერგოეფექტურობის თემა ამ ყველაფერში და თავად პროექტის მიმდინარეობა, იმიტომ რომ პროექტი გაშლილია მასტერ პლანიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ მოცულობაზე, ის მიმდინარეა და როგორ მიმდინარეობს, ვადები როგორ არის დაცული და ესე. კი ბატონო, გიპასუხებთ ენერგოეფექტურობაზე, რაც ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის. ტერიტორიაზე გვაქვს ჩვენმა გავაკეთეთ ეს სოლარ პარკი, რომლის ელექტროენერგიას ჩვენ თვითონვე ვიყენებთ და ეს არ არის დიდი პარკი და ხმარდება ძირითადად საერთო სივრცეებს, თქვათ გზების და ვიდეო კამერების ელექტროენერგიაზე მიდის ეს რესურსი. ჩვენი რეკომენდაცია არის და ისედაც ყველა ჩვენი რეზიდენტი ამას ითვალისწინებს და ყველა სახლს აქვს თავისი სოლარ პანელები. რა თქმა უნდა, ჩვენ მშენებლობის დროს ვიყენებთ ისეთ მასალებს, რომელიც არის ენერგოეფექტური და ვიყენებთ მაღალი ხარისხის, თქვათ, თბოიზოლაციას და ასე შემდეგ. და ამ მიმართულებითაც ძალიან ესე ვცდილობთ, რომ ვიყოთ პირველები. როდის სრულდება ჯამში პროექტი? თუ შეგვიძლია ამ ვადებზე ჩვენს მაყურებლებს უთხრათ. ზოგადად პროექტი საერთოდ არის 10 წლიანი, თუმცა იმდენად მართლაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საკმაოდ სწრაფად ვითარდება, გულისხმობ თქვათ მშენებლობას აპარტამენტების და ვილების და პარალელურად ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სადღაც 5 წელიწადში უკვე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული თავისი ინფრასტრუქტურით. თორე ეხლა ჩვეულებრივად ცხოვრობს ძალიან ბევრი ოჯახი და არ იგრძნობა ის ტერიტორია, რადგან უშველებელი არ იგრძნობა ის, რომ თქვათ პროექტი ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ რომ პროექტი არის იდეალურად გამართული და მზად ცხოვრებისთვის, თუმცა ძალიან ბევრი მიმდინარე და სამომავლო გეგმები არის შიგნით პროექტში. პროექტი ცოცხალი ორგანიზმია, ის იცვლება მუდმივად და კი, ესე არ არის, რომ თქო დავხურეთ და სულ ვითარდება. ასე ბინების თემაც არ ქონდა თქვენ თავიდან. ხო და გაჩნდა მოთხოვნა და ძალიან ბაზარმა მოიტანა ეს ყველაფერი. კი, და ბინებიც ძალიან ვამაყობთ იმით, რომ არის ეს დაბალი განაშენიანება, ჩვენ ისევე როგორც ვთქვათ, არ ვიყენებთ მთლიან ტერიტორიას და 10%-ს ვანაშენიებდნებთ, ასევე არ ვიყენებთ იმ კოეფიციენტს, რაც გვაქვს. კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი არის, თუმცა ეს ეწინააღმდეგება სრულად ჩვენს კონცეფციას და ამიტომ, არ ვიცი, მინიმალურად ვიყენებთ ამ კოეფიციენტს. სამომავლო გაფართოების გეგმებზე თუ შეგვიძლია საუბარი და მათ შორის შესაძლოა იყოს უკვე გეგმა სხვა პროექტებზეც თბილისის ჰილსის გუნდისგან. პროექტები თვითონ ჩვენი ტერიტორია იმდენად დიდი არის და ვაშენებთ ქალაქს, რომ თვითონ შიგნით გთავაზობთ ძალიან ესეთ ახალ და საინტერესო პროექტებს. მაგალითად, როგორიც არის SPA Wellness ცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც მოიცავს დახურულ და ღია საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტებს, პადელს, იოგის ოთახს, სატრენაჟორო დარბაზს, რა თქმა უნდა, SPA-ს თავისი ლაუნჯით, მოსასვენებელი სივრცეებით. გაგვიკეთა პროექტი ესპანურმა კომპანიამ, რომელიც ამ მიმართულებით არის საკმაოდ ძლიერი, ერთ-ერთი მოწინავე კომპანია არის. პროექტი არის უკვე მზად და ეხლა გადავდივართ უკვე სისრულეში, გამოვაცხადებთ ალბათ მალე ტენდერს მშენებლობაზე და დავიწყებთ უკვე პროექტის განხორციელებას. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა. გამოგითხო გუნდს. აუცილებლად. და გელოდებით ტერიტორიაზე გოლფის ათამაშოთ და ჩვენს რესტორანში ყავის მისართვებად. ძალიან დიდი მადლობა. მაია შენშიაშვილი, თბილისის ჰილსის კომერციული დირექტორი იყო დღევანდელი საქმიანი დილას სტუმარი.